მაშასე მოგზაურობა საქართველოს გარშემო სოკართან ერთად იწყება. ესეთი ხედები რო აქამდე ნანახი არ მქონდა, დანაშაულია. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც გავეცნობით ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კულტურას და აღმოვაჩენთ შთამბეჭდავ ადგილებს. დრო არის გაჩერებული. გავიცნობთ საინტერესო ადამიანებს და დავაგემოვნებთ სხვადასხვა კუთხის უგემრიელეს კერძებს. მოგზაურობას კი საქართველოს გულიდან, იმერეთიდან ვიწყებთ. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასლა. იწყება პროექტი საქართველოს გარშემო სოკართან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ხანია ამ პროექტს გეგმავ და როგორც იქნა გამოვიდა ამიდები და ვიწყებთ საქართველოში მოგზაურობას. პროექტის გენერალური სპონსორი გახლავთ სოკარი და სოკართან ერთად ამ წლის განმავლობაში მოვივლით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. ხო, ჩვენი თანამგზავრი ამ პროექტის განმავლობაში რა თქმა უნდა იქნება რენო დასტერი, რომელთან ერთადაც მოვივლით ბევრ საინტერესო ადგილს. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩემს სპონსორს PSP დაზღვევას. PSP დაზღვევა რა თქმა უნდა აზღვევს ჩვენს ავტომობილს, ასე რომ შვიდად ვიმოგზაურებთ საქართველოში. ჯამში შემოგთავაზებთ 8 ვიდეოს მთელი წლის განმავლობაში და თითოეული ვიდეო იქნება უნიკალური, იქნება საინტერესო და სანახაობრივი. კარგი, გავავსოთ, მოდი ახლა ავზიის სოკარის ბენზინგასამარ სადგურში, სადაც სხვათა შორის ჩემი პოსტერი გახლავთ გამოკრული, რაც ძალიან მახარებს. წავედით იმერეთისკენ მოკლედ. მივდივართ კაცხისვეტისკენ, ჩვენი პირველი გაჩერება იქნება კაცხისვეტი და გზად რა თქმა უნდა გავივლით საჩხერეს და ჭიათურას. ხო, ორი სიტყვას გეტყვით ჩვენს მანქანაზე, ეს არის რენო დასტერი, სულ ახალი, გამოვიყვანეთ რენოს ცენტრიდან და ამ პროექტის განმავლობაში მოკლედ ეს მანქანა იქნება ჩვენს განკარგულებაში. არის საკმაოდ მაღალი გამოვლობის, ამიტომ არ გაგვიჭირდება ცოტა ისეთ გაუვალ ადგილებში ამ მანქანით მოძრაობა. და ნუ მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა მერე ნახავთ ვიდეოებში დრო და დრო. ამასობაში ჭიათურასაც მოვადექით. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია თავისი უნიკალური საბაგირო გზებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყოველდღიურ ტრანსპორტს წარმოადგენდა. და ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს გახლავთ ჭიათურის ერთ-ერთი ძველი საბაგირო, ახალი საბაგიროს გაკეთა, სადაც განახლებული კაბინებია, თუმცა აი ამით ვაპირებ, რომ ავიდეთ ზემოთ და გადმოხედოთ ქალაქს. გამარჯობა, გამარჯობა. კარგად, მადლობა თქვენ. რამდენი საბაგიროა სულ ქალაქში, რომელიც ესე ემსახურება ტურისტებს? აკეთებენ 25 საბაგიროს შიგნით და ცენტრალურშია. ხო, ის დიდი. კი. წავედით. საბაგირო. ეს ძალიან ისეთია. გადასაღება ძალიან ლამაზია. კი, შეგიძლიათ გააღოთ შიგნით. ოპა. მოდი ძმა, მოდი შენ. ძალიან მაგარია. ხელის გულივით გამოჩნდა ძმაო ჩვენი ჭიათურა. ეს სწრაფ საბაგიროში მე მგონი არ მგზავრობ ჯერ. ყველას გირჩევთ მეგობრებო, ჭიათურაში თუ მოხვდებით, ისარგებლოთ ამ საბაგიროთ. გზავრობა არის უფასო, სხვათა შორის. აქედან იშლება არაჩვეულებრივი ხედები ქალაქ ჭიათურაზე. საკმაოდ ლამაზი ქალაქია და იმისთვის რომ აღიქვათ ამ ქალაქის სილამაზე უნდა ამოხვიდეთ აქ. აქედან კარგად ჩანს ყველაფერი. ნახეთ მაო, სახლები სიმწვანეში ჩაფლული. ძალიან ლამაზია. აი როგორც ხედავთ აქედან მოსჩანს მეორე საბაგიროც, რომელიც იქით ამ მხარეს ადის, ანუ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, იქიდანაც დაახლოებით მსგავსი ხედი იქნება ქალაქზე, ამიტომ აღარავალთ და წავიდეთ პირდაპირ კაცხისვეტის სანახავად. კაცხისვეტი ბუნების ნამდვილი შედევრია. ესაა 40 მეტრიანი კლდე, რომელიც საუკუნეებია დგას. სვეტის თავზე მონასტერი აქ მე-6 საუკუნეების შუალედში აშენდა, სადაც განდეგილი ბერები წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ.
ეგ არის, მოვედით კაცხისვეთთან. დაახლოებით 20 წუთის გზა არის, მეგობრებო, ჭიათურიდან. ძალიან მარტივად მოვედით და აგერ ჩვენი კაცხისვეთი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობაა, ვფიქრობ, იმერეთის რეგიონში. საკმაოდ კარგი გზა მოდის, ბოლომდე ესე დაგებული გზაა და რაღაცა 10 მეტრია მერე უკვე ფეხით გასავლელი. ბოლობერის სვეტზე მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა, რომლის სიკვდილის შემდეგ ამ კლდოვან კუნძულზე აღარავინ ასულა. ასე შეწყდა კაცხისვეტზე სიცოცხლე 500 წლით. იქამდე, სანამ ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ არ გადაწყვიტა აქ დასახლება. მან 2005 წელს დაიწყო მონასტრის აღდგენა. 2013 წელს კი სვეტზე დასახლდა და დღემდე აქ ცხოვრობს. სამწუხაროდ ეს კიბე, რომლითაც ასვლა არის შესაძლებელი, დაკეტილია და ჩვეულებრივი ვიზიტორებისთვის არ შეიძლება. არადა სიამოვნებით ავიდოდი, ძალიან მაინტერესებს რა ხდება ზემოთ. შორიდან ჩემი აზრით, ბევრად ეფექტურია კაცხისვეთი, ვიდრე ესე ახლოდან. იმიტომ რომ ახლოდან კარგად ვერ აღიქვამს თვალი. კაცხისვეტიდან გზა საირმისკენ გავაგრძელეთ. გავიარეთ ულამაზესი სოფლები და დაახლოებით 2 საათში დანიშნულების ადგილზე მოვედით. ეგ არის, მეგობრებო, მოვედით საირმეში. სხვათა შორის პირველად ვარ საირმეში, არასდროს არ ყოფილ ვარ და ძალიან მიხარია. პირველად რომ მივდივარ ხოლმე სადღაც, ბევრად განსხვავებული ემოციები მაქვს. 224 გახლავთ ჩემი ნომერი, რაღაცა განსხვავებული კარები აქვს ყველასგან და ძალიან მომწონს. შევიდეთ და დავათვალიეროთ. ოპა, რა სიძახი ძმაო. ახეთ რა ხელა ნომერია. აქეთ საძინებელი. მეფესავით ვიცხოვრე. აბა ხედები ვნახოთ. აუ, რა მაგარია. ამა შეხედე, რა ბუნება. რა ჰაერია. საოცარი ადგილია რა. ანუ ძალიან მაგარი ნომერია, უღრმესი მადლობა სასტუმრო საირმეს ესეთი საოცარი ნომრისთვის. დაღამდა უკვე, ეხა დავისვენებთ და ხვალ დილიდან უკვე კარგად დაგათვალიერებინებთ აქაურობას. ახეთ მეგობრებო, რა მაგარი დილა გაცინდა. აი ესეთი ხედები მაქვს ჩემი აივნიდან. აი ესეთ ადგილზე დასვენება არის იდეალური. სიმშვიდეში, სიწყნარეში, სუფთა ჰაერზე. კაი, წავიდეთ ახლა ვისაუზმოთ. ნახოთ აბა როგორი საუზმეა სასტუმროს საირმეში. ჩვენიერი არჩევანია საუზმეზე, არაფერი დაეწუნება. ეხლა ვისაუზმებთ და მერე გავალთ უკვე გაჩვენებ უშუალო სასტუმროსაც და გარე ტერიტორიასაც, აქტივობებსაც და მოკლედ ყველაფერს მთელს საირმეში. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ტყეები დაფარულ მთებში მდებარეობს. საირმე ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი. კურორტზე ფუნქციონირებს თანამედროვე სპა ცენტრი და თერმული აბაზანები. სასტუმროდან როგორც კი გამოხვალ, თავი გონია შვეიცარიაში ისეთი ლამაზი გარემოა. გარშემო მთები, სიმწვანე, აგერ მდინარე ჩამოდის, კარგი ჰაერი. იდეალური კურორტია დასასვენებლად. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ აქ ჩამოხვიდე, განიტვირთო, დაისვენო და თან ყველაფერთან ერთად შენს ჯანმრთელობაზე იზრუნო. საირმეში უამრავი გასართობი აქტივობაა და დღეს ყველა მათგანს გამოვცდით.
გამოცდას კი ყველაზე ექსტრემალურით ზიპლაინით ვიწყებთ. ესე იგი, მეგობრებო, ეს არის 500 მეტრიანი პირველი. მე გადავჯდებით, ხო? და ის არის 300 მეტრიანი. წავედით. რა მაგარია! ვარღათაო. ახეთ მეგობრებო, რა მაგარია! დაუცარი ხედების ფონზე გაანასწორეთ. აგერ ჩვენი სასტუმრო საოცარი შეგრძნებები იყო. ეხლა მოვედით მეორე ზიპლაინზე. ეს გახლავთ 300 მეტრიანი და აქედან უკვე დავშვებით ქვემოთ რა ბოლომდე. წავედით. ერთია რომ შეგრძნებებია საოცარი ზოგადად ზიპლაინის დაშვებისას, მაგრამ მეორეა გარემო რა. ესეთ გარემოში ორი მაგათ სასიამოვნოა დაშვება. აქ თუ ჩამოხვალთ, ზიპლაინით აუცილებლად დაეშვით. ძალიან ისიამოვნებთ მაგის პირობას მეგაძლევთ. მეგობრებო, ძალიან საინტერესო აქტივობის დრო მოვიდა. ეს გახლავთ სასტუმროს ბაგი, რომლითაც დღეს მოვივლით ძალიან საინტერესო და სანახაობრივ ადგილებს და თუ თან ძალიან კაი გამოცდილება, იმიტომ რომ ამის ტარება ერთი დიდი სიამოვნებაა. ხო და რა თქმა უნდა, საჭესთან მე ვიჯდები ამ ბაგზე და წავედით. ძალიან მაგარია. და ჩავაჭირო. ერთი დიდი სიამოვნებაა ამ ბაგით მოძრაობა. ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა ჩემთვის პირადად. სასტუმროს საირმეს, რა თქმა უნდა, აქვს ეს შეთავაზება, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჯიპ ტურები, შეგიძლიათ დაჯავშნოთ აი ესეთი ტური ბაგით და მოინახულოთ საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი ადგილები და მიიღოთ აი ეს უდიდესი სიამოვნება უშუალოდ ამ სიარულისას რა. ეგ არის, ამოვედით წითელ მინდორზე. რა საოცარი გარემოა, მეგობრებო, ამას შეხედეთ, პანორამული ხედების ღაპრული, ეს თოვლი, როგორც გითხრეს, აგვისტომდე შენარჩუნდება და ესეთი საოცრებად აღხვდებათ აქ. ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს რა. ამ სანახაობას არ დავჯერდით და გავემართეთ ალპური ზონისკენ, სადაც ნამდვილი ზღაპარი გველოდა. საოცრება, ესეთი ხედები, რომ აქამდე ნანახი არ მქონდა, დანაშაულია. იქით შეხედეთ, მაო, თებს შეხედეთ. აი, არ ვიცი, ამინდში გაგვიმართლა საოცრად. ყველაფერი ჩანს იდეალურად. ძალიან ბედნიერი ვარ რა. დარწმუნებული ვარ ეხა ბევრმა თქვენგანმა, როგორც მე, მაგალითად არ იცოდით, რომ აი ეს საირმეში ესეთი საოცარი ადგილები გვაქვს.
ეგ არის მეგობრებო, ამოვედით ალპურ ზონაში, ეს არის დიდმაღალი, ესე ქვია ამ ადგილს და 360 გრადუსით არის ზღაპრული ხედები და მე მგონი ჩემი თქმა არ ჭირდება მაგას თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ კადრში. სიტყვები არ მაგ და ჩემ თავს ვიდანაშაულებ, რომ აქამდე არ ვიყავი ნამყოფი მოკლედ საირმეში და ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, არ მქონდა ნანახი. მობრძანდით, ამოდით, აქ აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ და თქვენი თვალით უნდა ნახოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიდეო არ არის საკმარისი. თქვენი თვალით ხედავთ, საერთოდ სხვა არის. ახლა ხო ულამაზესია, მაგრამ შემოდგომით მობრძანდით მყეროფერს იცვლის. ულამაზეს ფერებში. ანუ ეს შერეული ფერები გამოდის, ხო? მწვანე და მწვანე, წითელი, ყვითელი, ზოგი უფრო ადრე ყვითლდება, ზოგს საწყისი ყვითლი აქვს, ზოგი უკვე გაწითლებული არის ტყებუჩქები. ეს ყველაფერი ულამაზესი არის შემოდგომით. ჩვენი შემდეგი აქტივობა ცხენებით ჯირითია, რომელსაც კურორტი საირმეს თავაზობს დამსვენებელს. შეგიძლიათ მეგობრებო, მოხვიდეთ და ისეირნოთ ცხენებით არაჩვეულებრივ გარემოში. ცხენების გარდა აქ თქვენ დაგხვდებათ სასროლეთი, სადაც შეგიძლიათ ძალიან კარგად გაერთოთ. ორი სიტყვით აღიხსნით რაც ხდება. თავიდან თუ გაქვთ სურვილი გაჩერების შეგიძლიათ ვესროლოთ. შემდეგ გვაქვს 6 ფინავი პოზიცია მფრინავი. ყველაზე მარტივი F, დანარჩენი რთულებია შემოდის გვერდები. და წინსრებით სროლავთ. დავიწყოთ მარტივით და სურვილის მიხედვით გადავიდეთ რთულს. ოკეი. გამომართვით. ეგ არის მოკლედ შვენიერი 2 დღე გამოგვივიდა კურორტ საირმეში. ძალიან აღფრთოვანებული ვარ აქაურობით და რა ვიცი, ყველას გირჩევთ ჩამოხვიდეთ აქ, დაისვენოთ ესეთ არაჩვეულებრივ გარემოში და დაათვალიეროთ ის საოცარი ადგილები, რომლებიც ნახეთ ჩვენ გუშინ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, დღევანდელ დღეს US Polo მიზრუნა ჩემს ჩაცმულობაზე. US Polo გახლავთ, რა თქმა უნდა, ჩემი არხის სპონსორი. მათი ფილიალები არის წარმოდგენილი East Point-ში, თბილისი მოლში და ქავთარაძის City Mall-ში. შეგიძლიათ ესტუმროთ და თქვენს ასე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ. ახლა კი წავედით ალბათ იმერეთის ერთ-ერთი ტოპ სანახაობისკენ და ეს გახლავთ 9 ჯვარი. გავჩერდით თერჯოლაში, სოკარში, გავავსებთ თავს. დავიმუხტებით ენერგიებით, შევჭამთ რამეს და აქედან უკვე სადღაც 1 საათი გვაშორებს, ან ცოტა მეტი 9 ჯვარამდე. ამოვედით დაახლოებით 25 წუთი დაგვჭირდა ტყიბულიდან, რომ მოვსულიყავით პარკინგამდე. პარკინგამდე გზა მოდის იდეალური, ნებისმიერი მანქანით მოხვალთ და პარკინგიდან უკვე უნდა გავუყვეთ ფეხით ბილიქს. საინტერესოა რა დრო დაგვჭირდება 9 ჯვარზე მისასვლელად პარკინგიდან, ამიტომ მოდი დრო დავინიშნოთ. ეგ არის. წავედით. ოცდაათი წუთი დაგვჭირდა აქ გამოსასვლელად, საკმაოდ ნელა მოვდიოდით, გზაში რაღაცებს ვიღებდით. არც ისე რთული არ არის რა. აი ეს კიბეები და რასაც ახლა ხედავთ კადრში, მე დაახლოებით 3 წლის წინ ვიყავი აქ და მაშინ ესენი არ იყო. რაღაცები გაუკეთებიათ. ავიდეთ ახლა და დავტყბეთ ხედებით.
საოცარი ხედებია, მეგობრებო. ახი რა ლამაზია აქაურობა. ხედების კუთხით ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია არა მარტო იმერეთში, არამედ მთელ საქართველოში. შეხედეთ, აი, ტყიბულის წყალსაცავი მოსჩანს, ულამაზესი და აქეთაც საოცრება რა. ძალიან კარგად გაუკეთებიათ, ხოთა შორის აქაურობა. მაშინ აი ძალიან მოუწესრიგებელი იყო მე რო ვიყავი რა. არის ხოლმე პერიოდები აქ ღრუბელი რო ჩამოწება რა. აი მაშინ არის კიდე საოცარი მისტიკა. ეგეც კარგი სანახავია. მე მაშინ რო ვიყავი ღრუბელი დამემთხვა რა. და ძალიან მისტიური იყო აქაურობა. ახლა მე ვარ იქ შეჩერდი. რომელ კამერაზე მიშევდით? YouTube-ზე შეიძლება გამოგაჩე. აუ ვეშინია. ჩამოვედით ქუთაისში, მეგობრებო. როგორ იქნებოდა ახლა ვიდეო იმერეთზე ქუთაისის გარეშე, დანაშაული იქნებოდა. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა არის კაი იმერული სუფრა. დიდი რეკომენდაცია გაუწიეს ერთ-ერთ ადგილს, რომელსაც ქვია სახლში. ხო და ვაპირებთ ახლა იქ მივიდეთ. კაი სუფრა დავყაროთ და გემრიელად ჭამოთ იმერული კერძები. ესეთი მშვენიერი სუფრა გაიშალა, მეგობრებო. კაი იმერული სუფრა, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ახლა შეიძლება ცოტა სუბიექტური ვიყო, რადგან იმერელი ვარ, მაგრამ ჩემი ფავორიტი სამზარეულოა იმერეთში რა. და ჩემი ფავორიტი კერძია ხაჭაპური, ანუ იმერული ხაჭაპური ერთ-ერთი საუკეთესო კი არ არის ჩემთვის, საუკეთესოა. აგერ კაი ქათამი გვაქვს ტყემალში, ხალის ასორტი, სალათი, ჭადი, კაი სუფრაა რა. არა, მეულ ხაჭაპურს არაფერი არ ჯობია. აი ეს დავაგემოვნოთ, აბა მეგობრებო. პატარა ხინკლები წვენში. ძალიან გემრიელია. წვენია რაღაც ცოტა მომჟაო. და მე ხინკლის გემო ძალიან უხდება რა. საერთო ჯამში მშვენიერია. ნაბახუსებზე ძალიან გაასწორებს. ესე იგი, მეგობრებო, მენიუში ვიპოვეთ კოქტეილი, აგერ სახელად Around the World. რომელიც გამოიყურება აი ასე. Around the World-ით უნდა დავთვრე. კაი გრადუსია. ჩვენი შემდეგი გაჩერებაა წყალტუბო. ქალაქი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის საკურორტო დედაქალაქი გახლდათ. ამასობაში წყალტუბოში ჩამოვედით, მეგობრებო. ამაღამ აქ დავრჩებით, წყალტუბოსაც რა თქმა უნდა გადავიღებთ. ეხლა ძალიან დავიღალეთ, 9 ჯვარმა ცოტა დაგვღალა. დავისვენებთ და ხვალიდან გავაგზავნებთ გადაღებას. იქამდე შევიდეთ, ვნახოთ, დავათვალიეროთ ჩვენი სასტუმრო. გამარჯობა. საირმიდან. საირმე მე 9 ჯვარი და ეხლა აქ. მაგარი დავიღალეთ. ეგარი, აბა ვნახოთ ეხლა ჩვენი ნომერი როგორ გამოიყურება. ოჰო. ახლა სირცია. ვარს ესეთი ნომრები. ამა შეხედეთ, მეგობრებო, ახლა ვერანდა მაქვს. მშვენიერი ხედები ასწორებს ეს სასტუმრო ძალიან მომწონს. ეს საძინებელი ორი საწოლია აქ. მე მგონი ძალიან დიდი ნომერი მაქვს. ხო არ ხადავ. ეს ნახე ძმაო. მეფესავით ვარ. ეს ველი წერტილია უშუალოდ ამ საძინებლის. დამღლელი და გრძელი დღის მერე ესეთი დასვენება შვება რა. კაი სასტუმროში რომ მოდიხარ ასწორებს. ბიჭებს თავიანთი ცალ-ცალკე ნომრები აქვთ რა, ესეთ პატივში ვართ მოკლედ და მადლობა კიდევ ერთხელ. წყალტუბო უამრავ ისტორიას ინახავს.
საბჭოთა კავშირის დროინდელი ათობით სანატორიუმი, რომელიც თავის დროზე უამრავ დამსვენებელს მასპინძლობდა, დღეს მიტოვებული და დროში გაყინულია. გადავწყვიტე მენახა ეს სანატორიუმები და გამეგო აქამდე უცნობი ისტორიები მათ შესახებ. ხალხს გავაცნო ჩემი თავი ძმაო, ეს არის ლუკასი. მოკლედ შენ ტურისტები დაკავს ხო ამ კი, 16 წლიდან ვითავსებ გიდის როლსაც, შეიძლება ითქვას. პირველად ყველაზე ესეთი დიდი ტურისტი ვიც მყავდა იყო რაია კუპმანსი, ფოტოგრაფი, რამაც სხვადასხვა ძალიან დიდი ცნობადობა მოუტანა წყალტუბოს რა, მაგის ფოტოპროექტის მერე ძალიან პოპულარული გახდა აქაურობა და ბევრი ფოტოგრაფი, იუთუბერი მობრძანდება ხოლმე და ძალიან ლამაზ და სინემატოგრაფიულ კადრებს კი. აბა ეხა სადა ვარ? ესე იგი, ჩვენ ვართ ახლა სანატორიუმ ცენტროსაიუზი ერქვა ადრე, მაგრამ მე რებრენდინგი წავიდა და დღეს ვეძახით მედიას. აშენდა 1953 წელს, ნუ სტალინისტური არქიტექტურაა თავისთავად. საბჭოთა კავშირის დროს დაახლოებით 125,000-დან 160,000-მდე ტურისტი ჩამოდიოდა ხოლმე თვითონ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და პირდაპირ გზავნიდნენ რომ აი შენ შეგიძლია ახლა წახვიდე წყალტუბოში დაისვენო ხოლმე და ესე ანაცვლებდნენ ერთმანეთს. შახტიორში მეშახტეები ჩამოდიოდნენ ხოლმე ძირითადად. სამხედრო სანატორიუმი მოკლედ საბჭოთა კავშირის თავდაცვის ძალები ჩამოდიოდნენ ხოლმე. გადანაწილებული იყო სად რომელი კატეგორიის ხალხი ჩამოვიდოდა ხოლმე. მთლიანად 22 სანატორიუმი იყო, ახლა 18-ია დარჩენილი. მაშინ 14 წყარო ფუნქციონირებდა, მაგრამ ახლა არის 9 და ამ 9-დან 4 ფუნქციონირებს რა. სუსტად არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყარო 6, იმიტომ რომ სპეციალურად სტალინისთვის აშენდა. ოჰო. ნელ-ნელა ყველაფერი ინგრევა. შემდეგ ჩამოსვლაზე რა დაგვდება, არ იცი. აქ ზაფხულში ხოლმე მოდიან და ეს რა ქვია მაცხოვრებლები ერთი ოჯახი არის აქ კიდე როგორც მახსოვს. ცხოვრობენ? ხო. მე როგორც წავიკითხე ხო ის რა ქვია. ყავლილები დასახლდნენ ერთი პერიოდი და კი. ანუ ეხაც არის. ძალიან საინტერესოა და ცოტა სევდისის არის მომგვრელი რაღაცნაირად. მიგდებული აფხაზეთის ომის შემდეგ იზოლებით დევნილი ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აქ, წყალტუბოს მიტოვებულ სანატორიუმებში დასახლდა. ისინი აქ დროებით შესახლდნენ, თუმცა დროებით დარჩენა აწლეულები გაიწელა და ბევრი მათგანი ახლაც აქ ცხოვრობს. აქ ავეჯიც დგას. კი. ეს ახლა რო ცხოვრობდნენ იმათი ავეჯია. დარჩენილი ავეჯი იყო ძალიან ბევრი რა, რაც დარჩა იქედან, იმიტომ რომ პირდაპირ შემოუშვეს. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს ყველაფერი მოხდა და მე ადგილობრივ მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა. ანუ ეს საწოლები ახლა სანატორიუმში იყო დამსვენებლებისთვის. კი, ძირითადად. კი, ესე კი. ბევრი რამე დაზიანებულია შიგნით, აი იატაკებიც მაგალითად ესეც როგორ გადარჩა საინტერესოა. როცა ასე ყველასთვის ხელმისაწვდომია ხოლმე ესეთი შენობები, მე ბავშვები, თინეიჯერები დარბიან, იპარავენ, აფუჭებენ, ტეხავენ. აი, ამდენი ტურისტი მოვიდა. ეხლა მოვედით სანატორიუმ მეტალურგში, ესეც იმ პერიოდში აშენდა თავისთავად 1953-დან. ეს ძალიან ფოტოგენური ადგილია. აი ამ კიდეებზეც მინახავს ფოტოები და ნუ აი ამ ცენტრში თავისთავად. ოპა! აიო. ვაუ. რას ქვია, ვერ ვნახე. ჭაღი ჯერ კიდე ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა. ჭაღები ძალიან უყვარდათ. ჭაღები, წრეები, კი. ბროლი, ხო? ბროლი. ეს კაფეტერიის სიტუაცია უფრო არის, იმიტომ რომ აქეთ სამზარეულოს ეს არის თქვით ხო თუ არ გვიგვი? შახტიორი, მეშახტე. ძირითადად მეშახტეები ისვენებდნენ ხოლმე აქ. და ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივია ჩემი აზრით, ვიზუალურად. კი, ყველაზე განსაკუთრებული არქიტექტურა აქვს ნამდვილად, ახლა ჯერ გარედან ვიწყებთ და მერე შიგნით რა გველოდება, ეგ უკვე ცალკე სხვა თემაა თავისთავად. ვაუ, ნახე რა ვიზუალი.
თავისთავად ახლა უბრალო მეშახტეები აქ ეგრე ადვილად ვერ ისვენებდნენ, მაგრამ მეშახტეების უფროსები კი. ნუ ეს ამას ხვალგან ნახულობთ ყველა სანატორიუმში, მსგავსი ხელწერაა. ჩვენთან რაც დგას კორპუსებში ზუსტად ეგეთი ლიფტებია. ძველ კორპუსებში. ეს არის გენიალური ახაზი, ის ორიგინალი ფარდები გახლავთ. ნუ ახლა სხვა სანატორიუმებთან შედარებით ჭერის მდგომარეობასაც ხედავთ და კედლების მდგომარეობასაც ხედავთ რა. კარგად არის შემონახული. კი. დრო არის გაჩერებული. რაც ფიქრობ, გარემონტებული უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს თუ ესეთ მდგომარეობაში? ესეთ მდგომარეობაში უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, ფაქტია. ხო. მაგრამ ყველა 18 სანატორიუმი და ყველა ასეთ მდგომარეობაში რო იყოს, არ არის საჭირო. შეიძლება რამოდენიმე დავაბალანსოთ, კი. აი როგორც ხედავთ მეგობრებო, ტურისტები საკმაოდ არიან. ეს ერთ-ერთი მიტოვებული აბაზანაა, რომელიც საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა და ერთდროს უამრავ ადამიანს მასპინძლობდა. აქედან ხდებოდა ხოლმე წყლის დისტრიბუცია და ესენი იყო ჩვეულებრივი პატარა აბაზანები, სადაც იმ დროინდელი ელიტის წარმომადგენლები საბჭოთა კავშირის დროს ისვენებდნენ ჩვენს გენიალურ წყლებში. თავისთავად. კურნალობდნენ, ხო? კურნალობდნენ, კი. იმიტომ რომ უბრალოდ სპა ფუნქცია არ ქონდა აქაურობას, იყო სამკურნალო კურორტი. კურნალობას რა თქმა უნდა დღესაც შეძლებთ წყალტუბოში, რადგან აქ არსებობს მოქმედი გამაჯანსაღებელი სპა ცენტრიც. ეს კი გახლავთ მეგობრებო უკვე მოქმედი გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი, რომელსაც ქვია BLC. ჩვენი სასტუმროდან არის 2 ფეხის ნაბიჯზე. აქ მკურნალობენ ძალიან ბევრ დაავადებას და შევიდეთ დავათვალიეროთ, გავარკვიოთ რა პროცედურებია, რას მკურნალობენ და ასე შემდეგ. ჩვენი ბალნეოსა რეაბილიტაციო ცენტრი BLC ნომერ 2 აბაზანა ფუნქციონირებს 2015 წლიდან. ძირითადი ჩვენება ჩვენი წყალტუბოს მინერალური წყლების არის ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, არტროზები, არტრიტები, ოსტეოქონდროზი. ცენტრში ტარდება სხვადასხვა პროცედურები ჩვენი სამკურნალო წყლის გამოყენებით, თუმცა შეგვიძლია ჩავატაროთ პროცედურები მტკნარ წყალშიც. ტარდება აბაზანები, ვარჯიშები წყალში, რომელსაც ატარებს უმაღლეს განათლებით ფიზკულტურის მეთოდისტი. ტარდება სხვადასხვა შხაპები, ვიში შხაპი, ცირკულარული შხაპი, შარკო შხაპი, აღმავალი შხაპი. ტარდება წყალქვეშა მასაჟი, წყალქვეშა გაჭიმვები, რომელიც კეთდება, როგორც შეიძლება გაიჭიმოს კისრის არე, წელის არე, მუხლის და მეტბარძახის სახსრები. ეგრეთვე ტარდება მსხვილი ნაწლავის გამორეცვა, გინეკოლოგიური ირიგაციები, სხვადასხვა სახის მასაჟები, ვაქვს შვეიცარიული თანამედროვე დანადგარები, BTL-ის მაგნიტოთერაპიის აპარატი, სისტერაპია, მაღალინტენსიური ლაზერი, ჟანგბადის და სცენარეული ინგალაციები. გარდა იმისა, რომ პროცედურებს აკეთებენ, კვებაც, ანუ ანალიზები, აქვე არის იმუნოლოგიური, თქვათ დღეს გაიკეთა, ხვალ უკვე პასუხია და იქ თვითონ ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი კვების რეჟიმს უდგეს და ჩვენ სასტუმროში განთავსება კვება და აქ პროცედურები. ჩვენი შემდეგი გაჩერება პრომეთეს მღვიმეა, რომელიც წყალტუბოდან სულ რაღაც 10 წუთის სავალ გზაზეა. მოვედით პრომეთეს მღვიმეში. აქაც სხვათა შორის პირველად ვარ მეგობრებო. არასდროს არ ყოფილვარ, როგორც ხედავთ. საკმაოდ ბევრი ხალხია, ანუ მანქანები ყოველ შემთხვევაში ბევრი დგას. წავედით. 12 ლარი ღირს ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 13 ლარი ნავით გასეირნება. ჩამოვედით და აქ უკვე შევდივართ პრომეთეს მღვიმეში. რა კაი სიგრილია. ძალიან კაია. მოკლედ აქ ერთი ბილიკი მიდის მეგობრებო, როგორც ჩანს. ჩვენ ჯგუფს ცოტა ჩამოვრჩით. რომ კარგად გადავიხოთ. ვაუ. რა ლამაზია ამაში ხედე.
დიდი მღვიმეა ძალიან. ეხლა რამდენი ხანია მოვდივართ და ჯერ ბოლო არ უჩანს. და საოცრება არა ბუნება. ყველა შეხედე რა ხელა მღვიმეა. აი ეს უკვე ძალიან ეფექტურია. ნახეთ რა ხელა სივრცეა. ნავშელოდებით მეგობრებო, აი აქ უნდა შევცუროთ. და სანამ ნავიმოვა, იქამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ წინ კიდე ბევრი ვიდეო გელოდებათ საქართველოსდან. Subscribe ღილაკი არ ქვემოთ და თან იმედია რომ 500,000-ზე ძალიან მალე ავალთ. მოვიდა ჩვენი ნავი, მეგობრებო, როგორც იქნა. 400 მეტრი უნდა გავიაროთ ნავით და ცალკე ბილეთი გჭირდება ამისთვის, რომელიც ღირს 13 ლარით უსურვად მახსოვს. და ჩემი რჩევაა რომ ნავის გარეშე მოკლედ არ წახვიდეთ აქედან, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მომწონს რა უყურებ. ბევრად მომეწონა ნავით გასეირნება ვიდრე ფეხით. ეგ არის წყალტუბო, მე მგონი ასე თუ ისე ამოვწურეთ. წავედით ახლა, შემდეგი ჩვენი გაჩერება არის ზესტაფონი. ვინც არ იცით გეტყვით რომ მე ზესტაფონიდან ვარ და ახლა მივდივარ ჩემს სოფელში, სადაც ბავშვობაში ავდიოდი ხოლმე ზაფხულობით. ახლა ვარ ზესტაფონის რაიონში, სოფელი ქვედა საქარა არის ეს და ეს არის ჩემი სახლის ღობე. სადაც ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ. აგარი უსწავლი შეგრძნება, ბავშვობაში რომ ჩამოდიოდი აქ, ბებია ჩემი ხვდებოდა დიდი სიხარულით და ეხა აღარ არის ცოცხალი, აღარავინ აღარ ცხოვრობს აქ და ესე მიტოვებულია ეს სახლი. მეც და ჩემი ძმაც ვეღარ ვაქცევთ რა ყურადღებას სამწუხაროდ. ამავა ზემოთ. ძალიან მალე გადის მეგობრებო დრო, ძალიან მალე. აი ახლა გუშინდელი დღისავით მახსოვს. მე ჩემი ძმა, ჩემი მამი და შვილები აქ დავრბოდით, თამაშობდით. და დღესა ესე უკვე აღარავინ აქ აღარ არის. მეც გავიზარდე, უკვე ჩემი შვილია იმხელა მე რო აქ დავრბოდი. მენა გაფრინდა დრო. გასაღები არც ვიცი სად არის. დედაჩემს დაურეკოთ. სამწუხაროდ გასაღები თბილისშია მეგობრებო და ვერ შევალთ სახლში. აუხნა, ციხა. შრომო. აია. აი მას ვაგეთებ შენ იმას, გარშემო ჩამოვღარი. დავახარ, კაცური კაცი. მოდია, ფონი. დავახარ. კარგად. აი ქვეკიდებოდით ხოლმე, აი. ბავშვობაში. მე გილოცავ პატარა ანგელოს გოგო. გაიხარეთ. რა საოცრება თვალბიჭო. ადლობა. ვალა მასე ბავშვია. ისე გადაცვალე, ვიცოლა, რა ვიცი, ვანე ლილა, შენა ვახარ. მოდიერთი. ვერიკოსნე ჩაუგდო ფოტო, გადავიდე. ისე გადაცვალე, მე. Jim Kay. Es ist so, heute war ich mit Television TV. Ui, sigida. Super ist noch so. Ami ხარდა ძალიან თქვენი ნახო. Აი მე ძალიან გამეხარდა ვიცალა. ჩემი ბიჭი, აგაზდილია შვილები, ჩემი გოგო. ეს სულ ერთად იყვნენ, ეს ნაცვალე. აი იყო ბავშვი. ვაიმე, ნამდვილად ჯენიებებია. ნავა. ვაიმე, რა კაი ქალბატონი იყო. მამა შენი. აი შვილი,
გამოდი შვილო, კაი დედმამის. ხო, კაი დედმამ აყავს და კაი შვილებიც ყავს ნამდვილად. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა რა და ბევრი თქვენგანია ჩემ მდგომარეობაში. ბებია და ბაბუა რო აღარ არის, მე უკვე სახლი რჩება. მიტოვებული გამოდის რა და ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას და ესე цаრიელდება სოფლები რა. ეგ არის მეგობრებო, სიმბოლურად ჩემს სოფელში დავამთავრებ ამ ვიდეოს. იმედია რომ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, ეხა უამრავი ადგილი გამოგვრჩა. ვიცი რომ დამიწერთ კომენტარებში ეს უნდა გადაგიღო, ის უნდა გადაგიღო, მეც ვიცი, თუმცა ფიზიკურად ვერ იზამ რა, ერთ ვიდეოში ყველაფერს ვერ ჩავატებთ. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეორე სეზონიც იქნება ამ პროექტის და იმერეც ისევ დაუბრუნდები. ეგ არის, ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოში მოგზაურობას. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ არხი გამოიწერეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით დროებით.